გამარჯობათ, მე ვარ გიორგი კეკელია, ვარ 19 წლის. პირველად თვალის პრობლემამ შემაწუხა სადღაც 5-6 წლის უკან, რის შემდეგაც მივედი კლინიკაში და დამინისნე სათვალე -2.25. ატარებდით იმ სათვალეს, გიორგი? არა, სათვალე მაინც არ გამომიყენებდია, ძალიან იშვიათად თუ ვიყენებდი და რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ შემაწუხა თვალმა, მიჭირდა მხედველობა, რის შემდეგაც მოვედი მაკა ექიმთან. არ მეგონა თვალის ხედვა ასე თუ გამომისწორდებოდა ასეთ მოკლე ხანში. ბოდიში ისევ შეგაწყვეტინებდი, გიორგი. ჩვენ ყველას ვამახსოვრებინებთ დაფაზე, ან რადიაგნოზი დაგისვით, ან მხედველობაზე გავჩერდეთ ჯერ. დაფაზე იმის ნაცვლად, რომ 10 ხაზი დაგინახათ, რამდენ ხაზს ხედავდით? მარჯვენა თვალიდან ვხედავდი 3 ხაზს, ხოლო მარცხენა თვალიდან 1 ხაზს. რამდენ ხანში მოგემატათ მხედველობა ოღონდ ქათინაურის გარეშე, ხო? და როგორ იგრძენით ის ქუჩაში? აი უკვე მეორე დღესვე კარგად ხედავდი და აი შედარებით ქუჩაში რაც შევამჩნიე მანქანის ნომრებს და ბილბორდებზე უფრო შორიდან ხედავდი ამ ყველაფერს. კი ბატონო, მადლობა. თქვენი გადახრა ჩვენ დაგისვით დიაგნოზი. ანუ თქვენ ახო მხედველი არ ხართ უდავოდ. თქვენ გაქვთ სიელმე და აი მაინტერესებს გადახრის კუთხე რომელიც იყო 15 გრადუსი დღეს თქვენ მიათე გაქვთ უკვე ხო ანუ ვასრულებთ დღეს 10 დღიან კურსს რამდენი გაქვთ დღეს უკვე 0 მაქვს გადახრა როგორ ატყობთ ამას ქუჩაში ოღონდ აი ყოფაში გიო და სხვებს რას ურჩევდით თავარი არ არის ეკრანზე რას ხედავთ ყოფაში ის არის რომ უფრო მკვეთრად ხედავ რაღაცეებს და უფრო ნაცვლად ხედავ მოკლედ აი რაღაცა მანქანის ნომრებზე მესაუბრებოდი უფრო შორიდან ხედავ უფრო მკვეთრად და უფრო ფერადად რა კომფორტული შეგრძნება გაქვთ დიახ უფრო ნაკლებად მეღლება თვალი კი ბატონო, ანუ ჩვენ ვისაუბრეთ და კვლავ გავამახვილებ ყურადღებას, რომ გაუმჯობესება და გარჯანსაღება ორი პოზიტიური, მაგრამ განსხვავებული მცნება. მივიყვანთ ჩვენ კურნალობას ისე, რომ თხო ბოდიში დამავიწყდა. აი ჩვენ ეხლა ხას ხედველობა გაგისინჯა და იქ საიდანაც 2 თუ 3 ხეს ხედავდით, რამდენი დაინახეთ? 6 ხაზი. და იქ საიდანაც 1 ხაზს ხედავდით? 5 ხაზი. ანუ ეს არის გაუმჯობესება, მაგრამ ნამდვილად არ არის გაუმჯობესება, გაჩანსაღება, ხო? თქვენ კმაყოფილი ბრძანდებით, ან რას ურჩევდით ცხებს, ან ოღონდ გულწრფელად, ელოდით, რომ შეიძლებოდა აპარატური წამლის სათვალის ნევსის და ასე შემდეგ მხედველობის აღდგენა ოღონდ გულწრფელად გიორგი. არა, მართლა მე მეგონა რომ თვალის მხედველობა ან მარტო ოპერაციით ან სათვალით უნდა გამოგესწორებინა. და აი შედეგი რომ მიიღეთ, როგორ შეგრძნება გქონდათ და რას ურჩევდით ცხებს? შედეგი რა, მართლა მოულოდნელი ვიყავი და ძალიან მიხარია და ყველას ურჩევდი რომ ყველა მოვიდეს. მადლობა, ვაგრძელებთ ურთიერთობას გიორგი. აუცილებლად. დიდი მადლობა. პირიქით თქვენ.